Შვენიერი დღეა დღეს, სათაურიდან გამომდინარე მიხვდებოდით, რომ დაბადების დღე მაქვს. შვენიერებას ვგრძნობ თავს. და ამინდით ისეთი არ ხელს მიწყობს. ადრე მახსოვს წინა ვიდეოში ძალიან ქარი იყო. და თმებს ძალიან მირევდა ეგ ქარი და ეხლა შედარებით უკეთესი ამინდია. ქარმაც კი იცის რომ, ბუნებამაც იცის რომ შვენიერი დღე არის. უნდა იყოს შვენიერი დღე და ასეც იქცევა. არ ვიცი რა ვთქვა. დიდი მოყვარული მაინც და მაინც არ ვარ რა, დაბადების დღის აღნიშვნის და ასე შემდეგ. სადღაც 3 საათია. ხო, 3-ია და ჯერ კიდევ არაფერს არ ვაკეთებ. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ აქ მოვედი და ამ პარკში მოვედი და სიმშვიდეში ვისვენებ და გადავწყვიტე ვიდეო გადამეღო. დატყვით რა თითეული დღით, თითეული წამით ისიამოვნეთ. არ აქვს მნიშვნელობა როგორ მდგომარეობაში ხართ ფიზიკურად, სულიერად, რავი. მუნჯობესია ისიამოვნოთ. რადგან დრო მალე გადის, საკმაოდ მალე. არ მინდა ცოტა სევდიანი რაღაცებისკენ წავიდე. ხო, იმას ვამბობდი, რომ აღნიშვნა მაინც და მაინც არ მომწონს რა. კონკრეტულად ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა და რაღაც 10 მეგობარი, 30 მეგობარი და ასე შემდეგ რომ შეიკრიბებიან და რაღაც აღნიშნავენ და რაღაცა. დიდად მაგის მოყვარული მე არ ვარ. სიმართლე გითხრათ. ვაპირებ მარტო აღნიშნო ეს დღე. სათაურიდან გამომდინარე მიხვდებოდით რომ კერდის დღე მაქვს და დარბაზში მივდივარ. დაბადების დღეზე რა შეიძლება შენ თავს აჩუქო? საუკეთესო რამ. რა თქმა უნდა ვარჯიში და საკუთარი სხეულის ცვლილება. ეგ არის თავარი, რაც შეიძლება აჩუქო შენს თავს. ამაზე უკეთეს საჩუქარს დარწმუნებული ვარ, ვერ აჩუქებ საკუთარ თავს. ცვლილებას, წარმოიდგინეთ, ცვლილებას ჩუქნის საკუთარ თავს. დაბადების დღეზეც მიდიხარ სავარჯიშოდ, ახალ წელსაც და რავი, ნებისმიერ დროს არ აქვს მნიშვნელობა. თავარი ხო გეგმა არის, თავარი ხო მიზანია, რა მიზანიც გაქვს. რა მნიშვნელობა აქვს, რა დღეა, ივარჯიშე მეგობარო. რადგან სათაურში მაქვს კერდის დღე, მოდი ცოტა ფიტნესზეც ვისაუბროთ. ძირითადად მინდოდა საუბარი ჯიმბროებზე, თუმცა დაბადების დღე მაქვს და ნაკლებად მინდა დავიტვირთო თავი, თუ რავი, რა დავარქვა არ ვიცი. თუმცა ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ დარბაზში იქნება ეგეთი ადამიანი, ან წააწყდებოდით, ან მოისმენდით, ან პირადად თქვენთან მოვიდოდა და გეტყოდათ, რომ ძმაო, არასწორად აკეთებ შენ მაგ ვარჯიშს. გეტყოდით იმას, რომ დაიკიდეთ ეგ ადამიანები, როცა პირველად შევედი დარბაზში და ვიწყებდი ვარჯიშს რა. რამდენიმე კომენტარ წავაწყდი, სადაც მიწერდნენ მსგავს რაღაცას, რომ არასწორად აკეთებ ძმა შენ მაგას და თავი დაანებე და რო კითხო, ვინ ხარ, რას წარმოადგენ, რატომ გენდო და ასე შემდეგ, უბრალოდ რავი, პასუხი არ აქვთ რა. ან გეტყვიან რომ გამოცდილება მაქვს ძმაო, მე რაღაცა 7 წლიანი, 10 წლიანი, 30 წლიანი და ასე შემდეგ რაღაცას გეტყვიან რა, მოკლედ. მსგავს რაღაცას. მაინც გირჩევდით რომ არ ენდოთ ეგეთ ადამიანებს. არც იციან, თქვენი მიზანი რა არის, ხო? შენს მიზანს გააჩნია, თუ რომელ კუნთზე აკეთებ აქცენტს, რომელი კუნთის დატვირთვა გინდა, ამას გააჩნია. ამპლიტუდას გააჩნია, რისი ვარჯიში გინდა რომ გამოგივიდეს, რომელი კუნთი გინდა რომ ავარჯიშო რა. განსხვავებული ამპლიტუდა მოგცემს განსხვავებულ დატვირთვას, განსხვავებულ ადგილას. ასევე დახრის კუთხეს და ასე შემდეგ რა, მოკლედ. იმას გეუნებით რომ ვიღაც ჯიმბროს არ ენდოთ, ხომ ხვდებით რასაც გულისხმობ. დღეს ვარჯიშის შემდეგ ვაპირებ რომ ბურგერი ვჭამო. ოღონდ არა ისეთი რა, ნაკიდი და ასე შემდეგ რა. ჩემით მინდა მოვამზადო. ესეც საჩუქარი არის საკუთარი თავის მიმართ. ბევრს არ გეცოდინებათ ის რომ Star Wars-ის ფანი ვარ, ჩაუჯდების Star Wars-ის სამყაროს და ასე დავტკვები ამ დღით. მოკლედ დროებით წარმატებები ყველას. და ხო, may the force be with you.